ბევრი ვიფიქრეთ, როგორ მოგვეწოდებინა ეს ამბავი თქვენთვის. ამ ადგილას მოვაგენით უცნობ ქართულ ნასოფლარს. მაგრამ სურათი დაგხვდა იმდენად თავზარდამცემი. ამ ტაძარში არის ტუალეტი. ეს ტაძარი არის ღვთისმშობლის სახელობის. და ღვთისმშობლის წილხვეწ ქვეყანაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტუალეტად არის ქცეული. ხომიანი, რომელმაც ამაზე განგაში ატეხა და მუშაობდა სატყეო სამსახურში, ის მეორე დღეს სამსახურიდან გააგდეს. როგორც მე ინფორმაცია შევაგროვე, ეს ამბავი მივიდა გუბერნატორთან. ქართველი აგდებს სარწმუნოებისთვის, ერისწარსულისთვის, ღირსებისთვის მებრძოლ ქართველს სამსახურიდან. მე არ ვიცი ეს რომელს გეხებათ, მაგრამ ესე მოგმართავთ მაშინ ძვირფასო მთავრობა. იქნება ამ ხალხს აუხსნათ ფუნქცია, დანიშნულება და მნიშვნელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა. როდესაც ვიღაცა ჩინოვნიკები მოსახლეობაში ესე ბლატაობენ და იმით აშანტაჟებენ, რომ რაღაცა სუსში იყავს ხალხი, პირობებს მოგმართავთ ახლა, ვინც ხელისუფლებას მართავთ. თქვენი დანიშნული პაჭაპუჭა ხალხი ობიექტურად პრობლემას თქვენ გექმნით. ის ხო ხელისუფლების სახელით ურთიერთობს ამ ფორმით და ვიღაცა ესე მანქანით ბლატნოი ტიპირებ ვიღაცებს იმაშვება. ეს რა გამოდის? ქართველები ქართველებს ისე აჩანაკებენ. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ ვინმე ხონდა თქვას ეს. დღეს ქართლის ჭირზე უნდა გესაუბროთ. უფრო სწორედ დღევანდელი ქართლის ჭირზე. ჩვენ მრავალი წელია ყოველთვის გიყვებით ძალიან კარგ ამბებს, ქართველთა დიდებულ ისტორიებს და თქვენ ცხოვრებაში შემოგვაქვს ყოველთვის ძალიან დიდი სიხარული, სიამაყე და შეგრძნება იმისა, რომ იყო ქართველი, ეს არის მართლა ბედნიერება. თუ ადამიანს რა თქმა უნდა გონება გიჭრის. მაგრამ დღევანდელი ისტორია იქნება ცოტა სხვანაირი. საკმაოდ მძიმე ჩვენთვის და გონიერი მსმენელისთვისაც. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ მოგვეწოდებინა ეს ამბავი თქვენთვის. და მოდი დავიწყოთ. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, როგორ დაკარგეს ქართველებმა იერუსალიმი და რა იყო მთავარი მიზეზი, ყოველთვის თავს ვარიდებდით ამ ამბავზე პასუხის გაცემას. თუმცა დღეს ჩვენ იერუსალიმზე არ ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ საქართველოზე, ჩვენ ახლა ქართლის გულში ვართ, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. თავს ვარიდებდით, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ერის ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე მძიმე და ყველაზე სასტიკი ისტორია, რომელიც დღეს მეორდება. მე-15 საუკუნიდან საქართველოში იწყება უმძიმესი, უსასტიკესი და ქართველი ერის სამარცხვინო პროცესი. ეს გახლავთ ტყვეთა სყიდვის ამბავი. როდესაც ქართველებმა ერთმანეთის გაყიდვა დაიწყეს ბაზარში. ქართველები ყიდნენ უახლოესი ადამიანების შვილებს, ახლობლებს, ხდებოდა ხალხის გატაცება და ოსმალეთის იმპერიაში ქართველები ტყვედ იყიდებოდნენ, საიდანაც ხდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ამბავი ჩვენ რომ დეტალურად არ მოვყვეთ, რაც ძალიან მძიმე მოსაყოლია, თუნდაც ბავშვობაში გექნებათ ფილმი მამლუქი ნანახი, რომელიც სწორედ ამ ამბავს ხვება. ვითარება იმდენად მძიმე შეიქმნა და ქართველები ამ პროცესში იმდენად გაირყვნენ, რომ როდესაც ვიღაც ახალგაზრდა ქალს ორ სულს შენიშნავდნენ, უკვე იცოდნენ და ელოდნენ, როდის უნდა ემშობიარა, რომ ის ბავშვი გაიყიდათ.
ასე გააჩანაგეს ქართველებმა ქართველებისგანვე საქართველო. გააჩანაგეს იმ დონეზე, რომ უკვე ერეკლეს მეფობის პერიოდისთვის საქართველოში ქართველი აღარ დარჩა თითქმის. ქართველებმა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს. თავადაზნაურობისთვის ტყვეთა გაყიდვა ყველაზე მარტივი და სარფიანი შემოსავალი იყო. ხლეჩდნენ და ანგრევდნენ ოჯახებს, ანადგურებდნენ ქართველობას და ჯამში ანადგურებდნენ საქართველოს. როდესაც დავფიქრდები ხოლმე, მიკვირს კიდე უფალმა როგორ შეგვინდო, როგორ დაგვინდო და დღემდე როგორ მოვედით. ტყვეთას ყიდვის ამბავი საქართველოში მხოლოდ რუსეთის იმპერიის დროს შეწყდა. რადგან იმპერია ცდილობდა ამისი საშუალება აღარ მიეცა ადგილობრივებისთვის და გარკვეულწილად ეს პროცესი შეენარჩუნებინა, რათა ქვეყანა მოსახლეობისგან არ დაცლილიყო. როდესაც საქართველოს ისტორიაზე ვმუშაობდით, ერთ წიგნში ესეთ ამბავს გადავაწყდით, რომელიც სწორედ აქეთ ქვემო ქართლისკენ მოხდა, როგორც იქ წერია. ერეკლე თავისი ცხენითა და მცირეოდენი ამალით წამოვიდა ქვემო ქართლისკენ, რათა ენახა იყო თუ არა დარჩენილი კიდევ მოსახლეობა. და გზად მიმავალს ერთი პატარა ჯგუფი შეხვდა ხალხისა. ესენი ქართველები არ იყვნენ, ესენი იყო არაქართული ტომი, რომელიც ასევე იბარგებოდა და საქართველოდან მიდიოდა. და ერეკლეს უთქვამს, უთხოვია, ოღონდ ეს მიწები არ დატოვოთ, არ უდაბუროთ აქაურობა და მიწებსაც მოგცემთ და ხელსაც შეგიწყობთ, რომ აქ თავი დაიმკვიდროთ. აი ესეთი მძიმე ვითარება იყო საქართველოში მაშინ. მოსახლეობა 400,000 კაცზე დავიდა, ოღონდ ეს 400,000 კაცი ცხადია არ იყო ქართველი. ეს იყო საერთო რაოდენობა საქართველოს მოსახლეობისა. აი ასე შევედით ჩვენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. დღეს ისტორია მეორდება. ტყვეთას ყიდვის ამბავიც მეორდება. გარდა იმისა, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ თუნდაც ტელევიზიიდან ვისმენთ სხვადასხვა გადაცემებში, როგორც კრიმინალურ დაკავებებში, ისე ვიღაცის პირად ისტორიებში, რომ სადღაც ავადმყოფოდან ბავშვი გაყიდეს, ვიღაცამ პატარაობაში უთხრეს, რომ გარდაიცვალა და ესე იყიდებოდნენ ბავშვები და დღესაც ეს ალბათ ხდება. როდესაც გვაქვს სუროგაციის თემა, ხო? და ვიცით, ზოგიერთმა ქვეყნებამ მადლობაც კი გადაგვიხადეს საქართველოს სუროგაციის ამბავში, რომ ჩვენი ქვეყნის უშვილო წყვილებს აბედნიერებთ, ანუ ეს ბავშვები გადის აქეთ. გარდა ამისა, რომ აი ასე პირდაპირ მნიშვნელობით დღეს ქართველებს ყიდიან და ყიდიან თავის ქვეყანას, დღეს იყიდება ქართული უფლებები, ქართველის მდგომარეობა და ქართველები ქართველებს ისევ აჩანაგებენ. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ ვინმე მხონდა თქვას ეს. მაგრამ რატო ვყვებით ამ ისტორიას ამ ადგილიდან? და ამ ტყვეთას ყიდვის ამბავსაც ისევ მიუბრუნდებით. იცით, რომ გარდა წმინდა მიწისა და ათონის მთისა, მე და გიორგი საქართველოს კუთხე-კუნჭული შემოვიარეთ 15 წლის მანძილზე, ვიღებდით ეკლესია მონასტრებს, ვნახულობდით. ამას ყველაფერს ვაკეთებთ და ვაკეთებდით ჩვენი დანაზოგით, ჩვენი არავინ გვერდში არ გვიდგა, ესეც ტყვეთას ყიდვის ნათელი მაგალითია. ესეც ტყვეთას ყიდვა, როდესაც ქართველის მტერია, ქართული საქმის მტერია, როდესაც ქართველი ჩინოვნიკი, ქართველის მოღვაწის მტერი გამოდის. მაგრამ დავანებოთ ამასაც თავი, აი ესე ერთ-ერთ მორიგ დათვალიერებისას ამ ადგილას მოვაგენით უცნობ ქართულ ნასოფლარს. აი აქ ჩემს წინაც ამ წუთას ნასახლარი ქვები კიდევ ჩანს. ჩემს უკან
ნატაძრალია, რომელიც უცხო ამოუცნობი ძეგლია. ტაძრის პოვნა ცხადია გაგვიხარდა, მისგან თითქმის არაფერი დარჩენილი უკვე აღარ არის, თუმცა 10-20 წლის უკან აქ მისი კედლები ისე ვიდგა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გვიყვება. მაგრამ სურათი დაგხვდა იმდენად თავზარდამცემი, რომ აი 2 კვირაა ეს პროცესი მიდის ჩემსა და გიორგის შორის, ამაზე ფიქრის მსჯელობის რამდენჯერმე მოვედით და ვფიქრობდით, როგორ მოგვეყოლა ეს ამბავი თქვენთვის. ამ ტაძარში არის ტუალეტი. ძალიან არ მინდა ვიყო უცენზურო, თქვენ ამდენ წელია გვისმენთ და ჩემი ლექსიკაც იცით და დამოკიდებულებაც მოვლენების მიმართ და მით უმეტეს ტაძრის მიმართ, ხო ჩვენ ძირითადად ქართულ ხუროთმოწყვილ ძეგლებზე ვსაუბრობთ და ქართულ კულტურაზე, მაგრამ მაინც ასე უნდა ვთქვა. ტაძარში უბორნია მოაწყეს. მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით მოაწყეს. ჩვენგან ალბათ ისე 200 მეტრში იქ წინ არის თვითნებურად მოწყობილი საქეიფო ადგილი. ჯერ ერთ-ეს კანონით არის აკრძალული. დავიწყოთ აქედან. იმიტომ რომ ეს არის ტყე, ეს არის სატყეო ფონდი ამ ხარის და ტყეში და სატყეო ფონდში ნებართვის გარეშე ნებისმიერი კონსტრუქციის მოწყობა კანონით აკრძალულია ცალსახა. თან ისეთ საინტერესო ამბავია, რომ ეს კონსტრუქციები გზიდან ჩვეულებრივად ჩანს, რომ მარტივად მოხვიდა, მაგრამ მთავარი პრობლემა სხვა რამეშია, რომ იქ არის საქეიფო ადგილი და იქიდან საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გამოიარო, თუ მაინც და მაინც მუცელმა შეგაწუხა, რომ ამ ეკლესიის შიგნით ტრაპეზის ქვასთან ტუალეტი გამართო. როდესაც შეგიძლია ნებისმიერ ხესთან მოისაქმო ბოლო-ბოლო თუ თქვათ ასე კულტურისგან დაცლილი ხარ. ჯერ გარდა იმისა, რომ კანონდარღვევით არის ეს კონსტრუქციები, მოდი ვთქვათ, მთავარი სატკივარი დღევანდელი პლანეტის და რატომ არ შეიძლება საერთოდ ეს აქ ხდებოდეს. ნახეთ ჩემო ძვირფასებო რაშია საქმე. როგორც მთელმა მსოფლიომ, საქართველომაც ძალიან იზარალა სატყეო ფონდის გაჩანაგებით ხანძრების გამო. ეს ხანძრები ბუნებრივია თუ ხელოვნური, ამაზე პასუხს არავინ არ გვცემს მთელ მსოფლიოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა მსოფლიოში დგას. ჩვენ დავკარგეთ ბორჯომის ხეობის ტყეების დიდი ნაწილი და არა მხოლოდ ბორჯომის. ამავე ზაფხულს ამ ტერიტორიაზე იყო, რაც მე ვიცი, უბრალოდ გზიდან შევესწარეთ გადაადგილების დროს 3-ჯერ ხანძარი, ცოტა მოშორებით, მაგრამ ამ მუნიციპალიტეტში და საერთოდ რამდენად სწორია მოსახლეობის მიმართ არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხალხი ვიქნებით, ხო? ყველა ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ. საერთოდ უკვე იმას, რომ ჩვენ კი, ვიცი, გვიყვარს ტყეებში, ბუნებაში ქეიფი, მაგრამ ხო უნდა მივხვდეთ იმას, რომ უკვე ეს პურმარილები ბუნებას, ქვეყანას საფრთხეს უქმნის, მით უმეტეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ხო? და საერთოდ მუნიციპალიტეტი უნდა ზრუნავდეს რაზე? ჩვენ ხომ თვითმმართველობა კაბინეტში საჯდომად არ ყავს არჩეული. მათ გარდა იმისა, რომ აქვთ სამუშაო ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მათ აქვთ პირველ რიგში სამუშაო მოსახლეობასთან ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ხანძარი მთლიანად ანადგურებს ტერიტორიას. შესაბამისად, როდესაც ვხედავთ, რომ ხალხი მოდის, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ავუხსნათ მათ, რომ ეს დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ხანძრები ბობოქრობს, არის საშიში მათთვისავე. იმიტომ რომ ხანძარი არის უკონტროლო სტიქია და ის მათ სახლებამდეც მივა ერთშვენიერ დღეს. მაგრამ ის რომ ადამიანი ქეიფის შემდეგ მოდის, ცალსახად შედის ნაკარი ბრჭალში, მოდი ასე ვთქვათ, ეკლესიისა და მას ზუსტად იცის, რომ ეკლესიაა და იქ ტუალეტს აწყობს.
მე იცი რა ვეცდები დღეს რომ ეს ყველაფერი ესე არ გაჩვენოთ. თან ნაწვიმარია არის საზღარის სანახავი, იქ რაღაცა ბოთლები გარშემო სულ ტუალეტის ქაღალდები და მოკლედ ესეთი ვითარებაა, თუმცა რაღაცნაირად მაინც ამ ნატაძრალს შეგახედებთ. ეს არის ძალიან მძიმე სურათი ჩემთვის, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე სურათი საქართველოსთვის და რატომ? ჩემთვის აი ეს ნატაძრალი არის დღევანდელი საქართველოს ილუსტრაცია. საქართველოსი, რომელიც თითქმის საფუძვლამდე ჩამოგვეშალა თვალსა და ხელშუა. ეს აშენებული კორპუსები და გადავსებული ქალაქები აღმშენებლობას ქვეყნისას არ გულისხმობს. ქვეყნის აღმშენებლობა პირველ რიგში ეს არის ზნეობრივი, ეს არის თვითშეგნება, ეს არის კულტურული განვითარება და ცხადია ეკონომიკური წინსვლაც. მაგრამ ის რომ ქვეყნის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა და ამაზე ბევრია სამუშაო, ახლა კიდევ ამაზე დეტალურად გიამბობთ. როდესაც ეს ამბავი ვნახეთ, ეხლა არჩევნების წინა პერიოდია, იცით თქვენ, მერობის კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან და ჩვენ შევიტყვეთ, რომ მერობის კანდიდატი უნდა შეხვედროდა ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობას. ვინაიდან საერთოდ დღეს ვინმეს ნახვა, მით უმეტეს ჩვენთვის, ყველა რო გვემალება. ოღონდ ამაზეც რატომ იმალებია ვისაუბროთ, იმ ამბავს გავს ღმერთი ადამიანს რო ეძახდა სად ახარ და ადამი იმალებოდა, მაგრამ ღმერთი ხო ხედავდა. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ მოდი შევხვდეთ, გავესაუბროთ, ვუთხრათ ეს ამბავი, რომ აქ ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ ნახეთ, ის რომ ტაძარი დაინგრა, ეს არის ერთი ვაება ჩვენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ არაფერი არ არსებობს. როდესაც დგას ტრაპეზის ქვა და როდესაც არის ნატაძრალი, იქ ჩვენი უბედურებაა, რომ არ მსახურობთ. მაგრამ ვინც ქრისტიანები ხართ, იცით, რომ იქ ანგელოზი მსახურობს და იქ ეს პროცესი არ წყდება არასდროს. და იქ, სადაც ანგელოზი მსახურობს, ჩვენ გვაქვს ტუალეტი მოწყობილი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ერთი მაგალითი არის სურათი ჩვენი ქვეყნის. ეს არის ერთმანეთზე წაკიდებული ხალხი, როგორც არ უნდა თავი ვიტყუოთ, ახლა რომ ესე არ არის ესია, სოციალურ ქსელში რო შეხვალ რა ხდება. ვერ გავიყავით ნაცი, ქოცი, ვიღაცა ეს. ამ ნაცქოცობაში გადავაყოლეთ ყველა ფასეულობა ჩვენი და აგერ ბატონო, ეს არის დაშლილი ტუალეტად ქცეული საქართველოს მოდელი. ქაღალდები რო აქ ვაჩვენოთ. ხო, არ ვიცი, რაღაცა ნაწილები შეგიძლია აჩვენო, იქითაც სავსე იყო, აი აქედანვე იწყება ეს. არ გინდა ესე ძალიან ახლოს, უხერხულია, ჩვენ მაინც ხო გვაქვს ის კულტურა, რაც უნდა გქონდეს, ეს არის შესასვლელი. მოკლედ, მივედით ამ შეხვედრაზე, უпростოდ გიორგი მივიდა და ბუნებრივია ხა მერის კანდიდატობის, უпростოდ მერობის კანდიდატი ხვდება მოსახლეობას, არაფერი გიორგის არ უთქვამს, იდგა უსმენდა. და ცხადია, დღეს ხო ტიპური გახდა ეს შეხვედრებიც წინასაარჩევნო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ჩვენ ყვებით საქართველოს ისტორიის დიდებაზე, როგორი მაგრები ვიყავით, აი რაღაცა ცოტა საქმიდან მოშორებულად. მაგრამ იცი რა, რთულია ძალიან, ეხლა აქ მერობის კანდიდატზე არ მაქვს საუბარი. ნებისმიერი ადამიანი ყოფილიყო იქ, თუნდაც თამადა.
ხო, იგივე შეიძლება სუფრაზე მოხდეს. რთულია, როდესაც კაცი გამოდის და სადღეგრძელოს ამბობს საქართველოს დიდებაზე და დიდებულ წარსულზე და შენ ამ დროს იმ წუთას პირდაპირ მიდიხარ აი ამ ტუალეტიდან. და ამას უსმენ. და მე გიორგი მუთხრა რომ იცი რა ჩვენ კარგია რომ ამ საქართველოს ამბებს ესე სადღეგრძელოება ტყვებით, მაგრამ იცით რომ იქ ესეთი ამბავი ხდება. და რაღაცნაირად ამას ჭირდება პატრონობა. კი, ტყეში ეს ადგილი, ტყეში ყველა კუნჭულს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ვერ აღდგენ გზასთან ახლოს არის, მაგრამ იფიქრა გიორგიმ რომ საქმის კურსში ჩააყენებდა, მაგრამ ხო ისაოცრებავ და ეს ყველაფერი ცხადია იცოდნენ. ამ ისტორიის მთავარი ტრაგედია იყო, რის გამოც ამ ვიდეოს წერთ და რატომაც ვისაუბრეთ დასაწყისში ტყვეთას ყიდვაზე, სხვა რამ. იქ არსებული მერის მოადგილე იყო და კიდე ვიღაცეები და როგორც კი პრობლემა ასეთი სახის, რა თქმა უნდა, გიორგიმ გააჟღერა, აი სხვანაირად ვერ ვიტყვი ამას, აწიწინდნენ, რომ აი აქ შენ მართალს არ რაღაცა არ მოეწონათ და აი რა ხო იცით იაფასიანი სცენა და ამაში ტრაგედია იცით რა არის? დალოცულო თუ არ იცი, მოვედი ამბავი გაგაგებინე, ხო? თან წავიდეთ ერთად მაშინ, ან მივხედოთ, ან დავასუფთავოთ, რაღაც გავაკეთოთ, რა არის აქ საწიწინო? ანუ როდესაც იწყებ წიწინს, ეს აპრიორი იმას გულისხმობს. პირველი, რომ შენ ეს ყველაფერი იცი და ჩვენ გავარკვიეთ, რომ იციან. მეორე ის, რომ შენ იცი და არაფერს არ გააკეთებ იმისთვის, რომ ეს აღმოფხრა და ესეც გავარკვიეთ, რომ ამ ამბავს ადამიანი შეეწირა. ეხლა გეტყვით როგორც, სიცოცხლე არა ღვთის მადლით. და არც არაფრის გამკეთებელი არ ახარ ამისათვის, მაგრამ ჩინოვნიკი ხარ. ეხლა მეორე თემა. ეხლა მე თავისუფლებას მივცემ ეს ვთქვა, იმიტომ რომ მე ამ წუთას გიორგიზე უნდა ვისაუბრო და არა ჩემ თავზე. დალოცვილო, არაფერი არ შეგიქმნია ქვეყნისთვის. არაფერი არ გაგიკეთებია, რაც შენგან დარჩება ქვეყანას და რაც შენ შემატე. და შენ წინ დგას ჩემთვის ზურაბ შიოშვილისთვის, რომელიც თვალს ადევნებს ამ კაცს ამდენი წლის მანძილზე. ჩემთვის საამაყო საზოგადო მოღვაწე, რომელიც თავისი ცხოვრება გაწირა, გადადო გვერდზე იმისათვის, რომ ქართული საქმე აკეთოს. და იმისთვის, რომ შენი ტონი იყოს ცოტა ქვემოთ და ჩვენ ეს ადრე არ გვეშლებოდა. აწიწინდე ისე, რომ კაცმა დაგტოვოს. როდესაც ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახა, რა თქმა უნდა, ეს არის ძველი კარი. ეკლესიის შესასვლელი. ეს არის ეკლესიის შესასვლელი კარი, აი აქ არის დარჩენილი ტრაპეზის ქვა. აი ეს არის ტრაპეზის ქვა. თან ახლა წვიმს ძალიან. ტუალეტი კიდევ. ნაწვიმარია ახლა და კიდე ნაკლებად იკითხება აქ, იმიტომ რომ მიწაშავი. აი ტრაპეზის ქვასთან არის ბოთლი. ამ ბოთლს იყენებენ, როდესაც ნუ ხო, ჰიგიენური თვალსაზრისით იყენებენ დასაბანად, მარტივად ვთქვათ. ეხლა რატო დაგვემართა ეს ამბავი? ერთი ამბავიც ვთქვათ და ნენელა შევაჭამოთ და მოდი ყველასი ყველაფერი ვთქვათ, რადგან დავიწყეთ. ყველა საინტერესო ის არის, რომ ეს ტაძარი არის ღვთისმშობლის სახელობის. და ღვთისმშობლის წილხვეწ ქვეყანაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ის ნანგრევები, ტრაპეზის ქვა, აი რაც არის შემოშლილი, ტუალეტად არის ქცეული. ამის შესახებ საქმის კურსია მუნიციპალიტეტი. და შედეგი ის არის, რომ აქეთ ჩვენ გვეჭუბებიან. ხო, მაგრამ მოდი ახლა ვთქვათ, კარგიც და ცუდიც. როგორც მე ინფორმაცია შევაგროვე, ეს ამბავი მივიდა გუბერნატორთან და რამდენადაც ვიცი, გუბერნატორმა საკმაოდ გაბრაზებულმა დარეკა აქ, ნუ როგორც ჩვენ მოგვიყვნენ, იმას ყვები მხოლოდ, რომ ეს ამბავი მოგვარებულიყო.
მაგრამ ეს ამბავი მოგვარდა როგორ? ადამიანი, რომელმაც ამაზე განგაში ატეხა და მუშაობდა სატყეო სამსახურში, ის მეორე დღეს სამსახურიდან გააგდეს. მეორე ადამიანი, რომელიც აქ აი ამ ტუალეტით მოსარგებლეებს დაუპირისპირდა და გამოყარა აქედან ეს ხალხი იმას ცალკე საქმე გაურჩიეს და ამას ვინ ვაკეთებთ? მოდი ესე ვთქვათ. ქართველი აგდებს სარწმუნოებისთვის, ერისწარსულისთვის, ღირსებისთვის მებრძოლ ქართველს სამსახურიდან. ეს არ არის ტყვეთასყიდვის ამბავი? რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმით გაანადგურებ ქართველს? უუფლებოდ დარჩენილი ქართველები საქართველოში, რომელიც ამ მდგომარეობაში ქართველებმა დატოვეს და ვინ? ეხლა მეორე თემა. აი მე მინდა მაგალითად ესეთი კითხვა დავსვა და თან გვაწვიმს ზემოდან და ვთხოვო ხელისუფლებას, მთავრობას ვთხოვო ერთი რამ. მე არ ვიცი ეს რომელს გეხებათ, მაგრამ ესე მოგმართავთ მაშინ ძვირფასო მთავრობა. ერთი ესეთი თხოვნა გვექნება ჩვენ რეგიონებში განსაკუთრებით არსებულ თვითმმართველობებში მომუშავე ხალხთან და სხვადასხვა უწყებებში მომუშავე ხალხთან იქნება ამ ხალხს აუხსნათ ფუნქცია, დანიშნულება და მნიშვნელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა. სუს გულისხმობ. მე როგორც ვიცი, სახელიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია იმითი, რომ სახელმწიფო დაიცვა საფრთხისგან. და თუნდაც აი ბოლო დღეების მანძილზე ჩვენ ტელევიზიითაც ხედავდით, რომ იქ ვიღაც დააკავეს, რომელსაც ჰქონდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და ალბათ ტერაქტებსაც კი გეგმავდა საქართველოში და ასე შემდეგ, ხომ? ეს ჩვენ ვიცით. მაგრამ როდესაც ვიღაცა ჩინოვნიკები მოსახლეობაში ესე ბლატაობენ და იმითი აშანტაჟებენ, რომ რაღაცა სუსში ყავს ხალხი, ეს ძალიან ცუდი ამბავია. და ეს იცით რა პრობლემას ქმნის. პირობებს მოგმართავთ ახლა, ვინც ხელისუფლებას მართავთ. თქვენ მართავთ ქვეყანას, მაგრამ ეს თქვენი დანიშნული პაჭაპუჭა ხალხი ობიექტურად პრობლემას თქვენ გიქმნით. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა თქვენ ტრადაქციეს, რეალურად ტრადაქციეს. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ესე ეურთიერთები, ის ხო ხელისუფლების სახელით ურთიერთობს ამ ფორმით. და ვიღაცა ესე მანქანით ბლატნოი ტიპირე ვიღაცებს იმაშვება. ეს რა გამოდის? ეს ტრაგედია. ნუ თუ ამას ვერც ერთი ვერ ხვდებით. ნუ თუ ჩვენ დავიწყეთ დასასრული ამ ქვეყნის. ის დავიწყეთ, რაც წერია მათეს 24 თავში, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნოეს დღეებში. ვიღაცეები შეჭამენ, დალევენ, ვიღაც ერთი ან ორი ეცდება გადარჩეს და ქვეყანა დაიქცეს. საქართველოზე მზრუნველი ადამიანები არ ვართ თქვენი მტრები არავისი, ფაქტია. მაგრამ ეს რომ არ შეიძლება, ესეც ფაქტია. მაგრამ ეხლა ერთი რაღაც მინდა ვთქვა. რატომ მოვედით აქამდე? აუცილებლად ვიტყვი ამას. ყველა ჩვენი დანაშაული, ყველა ქართველი სად არის? ერთი წლის უკან ჩვენ ატენის სიონიდან დავდეთ ვიდეო და ეს ვიდეო მაშინ აღარ მახსოვს რომელმა, მაგრამ რაღაცა ტელევიზიამაც აიღო ჩვენგან და გავიდა ეთერში, საინფორმაციოში. ატენის სიონში ჩვენ დაგხვდა ბულდოზერით, ტრაქტორით ამოთხრილი ჩვენი წინაპრების ძვლები და იქ ეხა ატენის სიონის გარშემო ვინ იკრძალებოდა და იმარხებოდა, ეხა ძნელი მისახვედრი არ არის რა კატეგორიის ხალხი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა ყოფილიყო. და ეს ძვლები დაგხვდა ჩვენ ტომრებში ჩაყრილი და რაღაცა ფარდულში შედგმული ესე. იმიტომ რომ აღშენებლობა მიდის თურმე. არ ვიცი ხა ატენის სიონს რა აღშენებლობა უნდა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. და ნახეთ რა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს იყო შოკის მომგვრელი ვიდეო, მაგრამ იქ აღმოჩნდნენ ქართველები, მათ შორის იმ ეპარქიის მოსახლეობიდან ვიღაცეები, რომლებსაც ესე იგი ფონის შესაქმნელად თვითონ ესე ეკლესიას მხარს უჭერდნენ. თუმცა ჩვენ ვინ ვართ? ერთად ვართ ეკლესია, ამასაც ვერ ხვდებიან. დაიწყეს ამ ამბის გაправება. და ნახეთ რა მივიღეთ, როდესაც შენ ქართველი
აი იმ სისაძაგლის გაправებას იწყებ და ჩვენ გუშინ ვნახეთ ტომარაში ჩაყრილი ქართველ წინაპართა ძვლები ბატონო მერე ტრაპეზის ქვა გაქვს ტუალეტად ნაქცევი და თუ ამას ვინმე ვერ ხვდებით ეს რამხელა დანაშაულია ღვთის წინაშე მაშინ დავამთავროთ ყველაფერი და ვისაც ეს ამბავი ყველაზე მეტად ეხება მასზე ასეთი რამ წერია ისევე ბიბლიაში სახარებაში რომ ნუ ცოტა ისე წერია ეგ უფრო მწვავეთ მაგრამ ცოტა გავამარტივებ მე ნუ გადაყვებით თქვენ სამოსელზე თასმების დაგრძელებას პირველ რიგში ეს თქვენი საზრუნავია თქვენი ჩვენ დღეს რაც გვმართებს ქართველებს არის შემდეგი რამ როდესაც ვამბობთ რომ უფალი გადაგვარჩენს აი ხვდები ხოლმე კომენტარებში გინდა ჩვენთან გინდა სხვაგან ნებისმიერ ამაზე სულ მიჩნდება ესეთი კითხვა დალოცვილო ამ ლუმინალით რო ვიკვებებით რომ უფალი გადაგვარჩენს კითხვა ხო უნდა დავსვათ რომელი სათნოებებისთვის გადაგვარჩენს ამისთვის ეს ერთი კი არ არის ჩვენ სხვა რაღაცებიც გვაქვს ნახე საქართველოში ეკლესიაში საქონელი შერეკილი საქათმე გვაქვს ნახე ამ სათნოებისთვის ის რო ეს ტუალეტია ეს ერთია მაგრამ მეორე სხვა რამეა რასაც გიხსნით როდესაც ვიღაცა ქართველს გული ეხა სუნიდად გაუკვე წვიმა რო წამოვიდა დასვლა ეს ადგილი ტუალეტის ერთია როდესაც ვიღაც ამას აკეთებს მაგრამ როდესაც მეორე ქართველს გული შეტყივა და ცდილობს ეს გამოასწოროს და მესამე ქართველი იმას აღრჩობს ამით ხო საქართველოს ანადგურებს და ამ სათნოებებისთვის გადაგვარჩენს უფალი მართლა მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ იმისთვის გადაგვარჩენს უფალი რომ ჩვენ ერთმანეთს მუდმივად რაღაცას ვერ რჩით იმისთვის რომ ვერ ვიყოფთ პოლიტიკურ თანამდებობებს რატომ ვერ ვიყოფთ ეხლა არც ერთმა არ თქვას რომ არიქა იმიტომ იკლავს თავს რომ საქართველოს გაწყინება უნდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვის რა უნდა მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო მაშინაც კი როდესაც რომელიღაცა პოლიტიკოსებს თუ ვაი პოლიტიკოსებს უნდათ გამდიდრება მაინც აქ თქომე აი ამ ხელა ღირსების ზღვარი სადაც ცდილობენ რაღაცა ორი კაპიკი იქითაც გადააგდონ რომლებიც მართლა საქართველოს პატრონობენ რომ თავის ქვეყანას უფრო სწორედ იქ სადღაც რომ რაღაცაც კეთდებოდეს და ჩვენ ამოვშანთეთ ყველაფერი დავცალეთ ქვეყანა დავცალეთ ზნეობისგან ქვეყანა აღარ ვართ ქართველები იმდენი რამდენიც ვიყავით ესეც ხო ფაქტია და სადამდე მივდივართ იმ სურათამდე რომელიც იყო ერეკლეს დროს საერთოდ რამდენად არ ვიცი გონივრული კი არა საერთოდ რამდენად ახსნადია ერმა საკუთარ თავს მოუწყოს გენოციდი ჩვენ ესე სხვა რო დაგვტაკებოდა ხო ხმალს ავიღებდით და გადავთელავდით აქამდე სხვას რომ მოეწყო ამ ქვეყანას ქვია საქართველო ქართველთა ქვეყანა ძალიან წვიმდა და ჩვენ პატარა ესეთი პაუზის გაკეთება მოგვიწია იმიტომ რომ ტექნიკა უბრალოდ უკვე ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს და მინდა ეს ტექსტი ესეთნაირად დავასრულოთ. ჩვენ პრინციპში ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქმედით და მომსვლელით საქმის კურსში ჩავაყენეთ. მართალია მე რომ გადავრეკეთ დეპუტატობის კანდიდატიან ყველაფრიანა ყველა დაიმალა, მაგრამ ღმერთს ვერ დაემალები. ამას სჭირდება რეაგირება და არა მარტო ამ ერთ ძეგლს. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ხალხო. ქვეყნის სიყვარული და ქვეყანაზე ზრუნვა იწყება პატივისცემით. გვარს და სახელს არ დავასახელებ, თვითონ მიხვდება ის თანამდებობის პირი, მაგრამ რომ მაინტერესებდა ვინ იყო და შევედი, ნახეთ, რა მინდა გითხრათ, აგიხსნათ.
თანამდებობის პირს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე, როდესაც უდევს ფოტო, ერთი იმდენი იმ ფოტოში არზის ტრუსიკ მაიკით. ეხლა კი არ ვეკიდები ამ თემას. მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. თვითმმართველობა რეგიონში რაც არის, ჯამში არის მთავრობის შემადგენელი ნაწილი, ბოლოს მიდის პრემიერ-მინისტრამდე, ხო? დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა გია კობახიძე და მე სკოლელები ვიყავით ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ეს კაცის კარგად ვიცი, ირაკლის ოჯახიც ვიცი კარგად და ვიცი რა კულტურის ხალხია ახლა რეალურად. იმათ ახსნა არ ჭირდებათ იმისი, რომ როდესაც ხარ საჯარო მოხელე, თან იქნებ ესეც აუხსნათ ხოლმე, სხვათა შორის ეს მინდა ვთქვა, თანამდებობაზე დანიშნულ პირებს, რომელი თანამდებობა რა ხასიათის არის. მაგალითად, მერმა და მერის მოადგილებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს თანამდებობა არის პოლიტიკური თანამდებობა. ასეა განსაზღვრული. ანუ, როდესაც ხარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს იმას გულისხმობს, რომ გარდა იმისა, რომ წარმოადგენს შენ პოლიტიკურ გუნდს, ამავდროულად წარმოადგენს სახელმწიფოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წერტილში. და შენ სახელმწიფოს, როდესაც წარმოადგენ, უნდა წარმოადგენდე მაქსიმალურ სიმაღლეზე ღირსებით, ხომ? ანუ პირველ რიგში ცემდე პატივს სახელმწიფოს, შენ პოლიტიკურ გუნდს, შენ თავსაც და თუნდაც გამოიყურებოდე ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდე. უბრალოდ ეხლა ამას იცი რატომ მივაქციე ყურადღება. ჩვენ ძალიან დიდი სკოლა გავიარეთ იერუსალიმში და არა მარტო იქ როგორ კეთდება დიდი პოლიტიკა. და უბრალოდ მივაქციე ყურადღება იმას, რომ როდესაც შენ ერთი ფოტო გაქვს გადასაღები და ისიც დაგეზარა, რომ ცოტა ფორმაში იყო და მოიცა ეს დადეთ ერთინე. ესე იგი შენ დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ ესეთია და როგორ უნდა ააშენო ეს სახელმწიფო? ვერანაირად. ვერანაირად. ამიტომ ჩვენ ყველა ვიგრძნოთ, მოდი ჩვენი წილი პასუხისგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და თუ ჩვენ ამას ვერ გრძნობთ, არ შეგვიძლია, ხო არიან სხვა ადამიანები, ვისაც ეს შეუძლიათ. მით უმეტეს აქ ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ ეს ადგილი მიტოვებული არ იყო და ეხლა ამ კონკრეტულ ერთ ადგილზეც აღარ არის საუბარი. ვიღაცას გული შეტკივა, ესე იგი ის რაღაცის გამკეთებელია. კავკასიური ცარცისწრე ხო გვაქვს ნანახი ყველას, არა? მოდი ახლა გაიძვერა დავსვათ მოსამართლეთა, მართლა ეს ახლა უნდა ვქნათ. თუმცა იქნებ ღირდეს. ჩვენ ყოველთვის იმედით ვასრულებთ ხოლმე ჩვენს ვიდეო მიმართვებს, თუმცა რასაც შედეგი აქვს კიდე ცალკე თემაა და ეხაც იმედიანად ვართ, რომ ნამდვილად ვიცი ერთი რაღაცა მაძლევს მხოლოდ იმედს. ეხა დღეს ნამდვილად ვიცი, რომ გუბერნატორს ამაზე ქონდა მწვავე რეაგირება, უბრალოდ რატომღაც არ შესრულდა გუბერნატორის ეს მითითება და ბრძანება, რომ ეს ადგილი მოწესრიგდეს და მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, რადგან ჩვენ ვაპატიოთ ერთმანეთს, რაც დავაშავეთ ყველამ, იმიტომ სხვა გამოსავალი არ არის, დავიწყოთ ამ მიტევებით, ოღონდ იმ პირობით შეიძლება მხოლოდ მიტევებით დაიწყო, როდესაც ხვალიდან შენ უკეთეს საქციელს ჩაიდენ, უკეთესად მოიქცევი და გავაცნობიერებთ ყველა ერთად, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ირყევა, ეს ქვეყანა არის სამშვიდობოს გასაყვანი. და ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა მხოლოდ უფალს შეუძლია. მაგრამ უფალს ჩვენ ტუალეტად ქცეული ტრაპეზის ქვა არ უნდა დავახვიდროთ. ჩვენ აქედან წავალთ, მაგრამ მალე დავბრუნდებით. Bertolt Brecht, der kaukasische Kardekais. Bertolt Brecht, Кавказский меловой круг. Bertolt Brechti, Роберт Стурвас, Кавказიური ცარცის წრე. ომი დამთავრდა, შვიდობის გეშინოდეთ ხალხ.